ალბათ ყველას გსმენიათ რეინკარნაციაზე, არა? მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს სულაც არ არის ის, რასაც ფიქრობთ? დღეს ჩვენ ამ კონცეფციას შევხედავთ სრულიად განსხვავებული კუთხით, ერთი ძალიან საინტერესო წყაროს ანალიზის საფუძველზე. აი სწორედ აქ იწყება ყველაზე მთავარი. დაივიწყეთ სიკვდილი და ხელახლა დაბადება. ამ წყაროს მიხედვით რეინკარნაცია, ანუ იუნხუე, არის არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ციკლი. ესაა მუდმივი ბრუნვა ტანჯვასა და სიამოვნებას შორის, რასაც თქვენ, მე განვიცდით ყოველ დღე, ყოველ წუთს. სწორედ ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას განვიხილავთ დღეს. მოკლედ, დღეს რას ვაპირებთ? ჯერ ჩაუღრმავდებით ტანჯვის ბუნებას. მერე ვნახავთ, რა მახე იმალება სიამოვნებაში. შემდეგ ამ ორს დავაკავშირებთ ერთმანეთთან და ბოლოს ვნახავთ, არსებობს თუ არა ამ ციკლიდან გამოსავალი. მსათხართ, დავიწყოთ. კარგი, პირველი ნაბიჯი ტანჯვის მექანიზმი. იმისთვის რომ მთელი ეს სურათი დავინახოთ, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რა ფენომენია თვითონ ტანჯვა. ავტორი მას კორეული ტერმინით გოლთი მოიხსენიებს. და რა არის ეს გო? წყაროს მიხედვით, მას სამი ძალიან საინტერესო თვისება აქვს და აყვირდით რამდენად ლოგიკურია. პირველი, როგორც კი ტანჯვას თავს დააღწევ, ის ეგრევე სიამოვნებად იქცევა, ხომ მარტივია? მაგალითად, საშინელად გტკივა კბილი, ეს ტანჯვა. ტკივილი გაგიყვუჩდა, ეს უკვე დიდი შვება და სიამოვნება. მეორე თვისება, ტანჯვა მთელ შენს ყურადღებას ერთ რამეზე აკონცენტრირებს და დანარჩენი სამყარო გავიწყდება. და მესამე, რაც უფრო ძლიერია ტანჯვა, მით უფრო დიდია სიამოვნება, როცა ის ქრება. აი ეს მეორე თვისება, ანუ ერთ რამეზე ფოკუსირება, საკმაოდ სახიფათო რამ შეიძლება აღმოჩნდეს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ამის გამოყენება манипуляციისთვის. ავტორი ამბობს, რომ დიქტატორები ხშირად სწორედ ამას აკეთებენ. ხალხს აგდებენ სიღარიბეში, რომ მათ მხოლოდ გადარჩენაზე, ანუ ერთ კონკრეტულ ტკივილზე იფიქრონ და პოლიტიკისთვის დრო და ენერგია აღარ დარჩეთ. ტანჯვა ფაქტობრივად ავიწროებს შენს სამყაროს. კიდევ ერთი უფრო ძლიერი მაგალითი. ტანჯვა როგორც გონების გადატვირთვის საშუალება. ავტორს მოჰყავს სამხედრო წვრთნების მაგალითი. როცა ახალ წვეულს ართმევენ ყველანაირ კომფორტს. ის ხდება თითქოს ცარიელი ფურცელი. მისი გონება თავისუფლდება ძველი შეხედულებებისგან და მზადაა მიიღოს სრულიად ახალი იდეოლოგია. საკმაოდ ძლიერი მეტაფორა, არა? კარგი, ტანჯვა, ანუ გო, გავიგეთ, ის ფოკუსირებულია ძლიერია და შვებას გვპირდება. მაგრამ რა ხდება მედლის მეორე მხარეს? მოდით ახლა ვისაუბროთ სიამოვნების მახეზე, ანუ ნაკზე და ნახავთ, რატომ არის ის სწორედ მახე. ერთი შეხედვით რა უნდა იყოს სიამოვნებაში ცუდი? ხომ ყველას გვინდა ბედნიერება და სიამოვნება, მაგრამ აი თავარი კითხვა, რომელსაც ავტორი სვამს. თუ ეს ასეთი კარგი რამეა, რატომ ხდება, რომ ისევ და ისევ ტანჯვასთან მივყავართ? პასუხი კი ამ მარტივ, მაგრამ დაუნდობელ პროცესშია. დააკვირდით, ჯერ რაღაც სიამოვნებას იღებ. მერე რა ხდება? ის ან ქრება, ან უბრალოდ ეჩვევი და ჩვეულებრივი ამბავი ხდება. ამის შემდეგ ბუნებრივია, გინდება რაღაც ახალი, რაღაც უფრო მეტი. და აი, ეს დაუსრულებელი რბოლა ახალი სიამოვნებებისთვის თავად იქცევა ტანჯვად. და იცით რა არის სიამოვნების მთავარი პრობლემა? ტანჯვისგან განსხვავებით, რომელიც ერთ რამეზე გაკონცენტრირებს, სიამოვნება პირიქით მოქმედებს, ის ერთდროულად ბევრ რამეს გინდომებს. როგორც კი ერთ სურვილს აისრულებ, 10 ახალი ჩნდება. და ამ დაუსრულებელ სურვილებს, რა თქმა უნდა, კვებავს ჩვენი სიხარბე და საკუთარ თავში ჩაუხედაობა. ხედავთ, როგორი კრება წრე. ერთ მხარეს გვაქვს გო, ანუ ტანჯვა, რომელიც ერთ ტკივილზე გვაკონცენტრირებს, მეორე მხარეს კი ნაკი, სიამოვნება, რომელიც უამრავ ახალ სურვილს წარმოშობს. ეს ორი ერთად ქმნის დახურულ გაუთავებელ ციკლს. და აი სწორედ ეს არის ავტორის აზრით ცნობილი ბუდისტური პრინციპის ილ ჩეგიგოს ნამდვილი მნიშვნელობა. როცა ამბობენ ყოფიერება ტანჯვა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ უბედურები უნდა ვიყოთ. არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ციკლში ვართ ჩაკეტილი. ტანჯვას მოსდევს სიამოვნება, სიამოვნებას კი ისევ ტანჯვა. კარგი, სურათი საკმაოდ უიმედო ჩანს, არა? თუ ტანჯვა სიამოვნებას იწვევს და სიამოვნება ისევ ტანჯვას, გამოდის, რომ ამ გაუთავებელ კარუზელზე ვტრიალებთ. მაშინ ჩდება ლოგიკური კითხვა. კი, მაგრამ გამოსავალი სად არის? არსებობს კი საერთოდ? ავტორის აზრით გამოსავალი არსებობს და ის ორ ეტაპად მიიღწევა. პირველია ჰეითელ, ანუ გათავისუფლება. ეს რას ნიშნავს? იმის გაცნობიერებას, რომ ტანჯვა და სიამოვნება ერთი მედლის ორი მხარეა და მუდმივად ცვლიან ერთმანეთს. როცა ამას აცნობიერებ, მოდის მეორე ეტაპი, იოლბან, ანუ ნირვანა. ეს არის ბალანსი, შენ აღარც ერთს ეჭიდები და აღარც მეორეს. ანუ მთავარი მიზანი კი არ არის, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღო, არამედ იპოვო შინაგანი წონასწორობა. და რომ დაგვანახოს ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში, ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ის ამბობს, რომ 40 წლის შემდეგ მისი ცხოვრება ასე გამოიყურება. 60% ტანჯვა, მხოლოდ 10% სიამოვნება, დანარჩენი 20% კი სიმშვიდეა. ხედავთ, ტანჯვის მთავარი ალტერნატივა სიამოვნება კი არა, სიმშვიდე ყოფილა.
აქედან გამომდინარე, მთელი ამ ანალიზის მთავარი აზრიც ეს არის. ნამდვილი მიზანი იმ 10%-იანი წარმავალი სიამოვნების დევნა კი არ არის, არამედ იმ 20%-იანი სიმშვიდის არეალის გაფართოება ჩვენს ცხოვრებაში. და ბოლოს ავტორი, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ ათეისტია, ძალიან საინტერესო შეიძლება ითქვას პროვოკაციული ფრაზით გვემშვიდობება. ეს არის ტრადიციული ბუდისტური გამოსამშვიდობებელი სიტყვები, რომელიც თითქოს გვეუბნება, რომ გასხიოსნების პოვნა რელიგიის მიღმა სწორედ ამ ადამიანურ ციკლშია შესაძლებელი, დაფიქრებად ნამდვილად ღირს.